და ახლა უნდა ვილაპარაკოთ ხაშურზე, ქალაქზე შიდა ქართლში, რომელიც ასევე მთელი მუნიციპალიტეტის მთავარი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია. სოციალურ ქსელში არსებობს გვერდის სახელწოდებით ხაშურის მუნიციპალიტეტი, რომელიც თავის დროზე ამ მუნიციპალიტეტის პრობლემებზე და ისტორიაზე სამსჯელოდ შეიქმნა. დროთა განმავლობაში გასცდა ხაშურის ფარგლებს, მთელი ქვეყანა და მსოფლიო მოიცვა და ეხმიანება ყველა აქტუალურ საკითხს და პრობლემას, მაგრამ ძირითადად ხაშურის ჭრილიდან ისევ. შეიცვალა გამოხატვის ფორმებით, სერიოზული ტონიდან ეს პოსტები გახდა სახუმარო, თანდათან უფრო ირონიულიც. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსაც გვერდის ადმინი აქტიურად იყენებს და გაჩნდა AI-ით შექმნილი სიმღერები და კლიპები. საინტერესო ამ ჯგუფის სახელიც ხაშურს ძირითადად უმღერის მუსიკალური ბენდი სახელწოდებით ლეგიტიმური. ხაშური უკვე ჯაზია და ამ ჟანრში ხაშურლობა გვერგო. გერმანიაში ელჩი ალექსანდრე კარტოზიაშვილის ძიების მიზნით საქართველოს ელჩად მუშაობას მხოლოდ აღმოსავლეთ გერმანიაში, ანუ ყოფილ GDR-ში გააგრძელებს. თანამდებობების ნეჩვეულებებს ცვლის, დაცულია ირაკლი ღარიბაშვილის სახელობის თბილისის კორუფციის მუზეუმის რომის ისტორიისა და არქეოლოგიის ფონდში. ასეთი სახელწოდებით იყო პოსტი. გილოცავთ ქალთა დღეს ხაშურიდან, ადგილიდან, სადაც ტალახი უკვე რომანტიკა. ასევე ტელეკომპანია მედის სოლიდარობის მიზნით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგულს ამიერიდან რიჩარდ ჩიტის გულას უწოდებს და ასევე არის პოსტი ლეონარდო და ვინჩის ქალბატონი ლუი ვიტონის ჩანთით. და კიდევ ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივის თანახმად ქორწინებაში მყოფ ქალს, რომელიც დედამთილს საჯაროდ არ მიმართავს სიტყვით დედა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. აი ასეთი შინაარსის პოსტები არის ძირითადად ამ გვერდზე გამოქვეყნებული და ეს პოსტები სხვადასხვა ფორმისაა და ხშირად იყენებს მსოფლიო კულტურის ცნობილ ნიმუშებს, მათ შორის ნახატებს და ასევე ისტორიულ მოვლენებს და ასე შემდეგ. ვიცით, ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანებს ეს სრულიად სერიოზული გვერდი ჰგონიათ და ეჭვი არ შეაქვთ, რომ შესაძლოა ირონიული იყოს და ტყუილი შინაარსის მატარებელი და დიდი ხანი ვჭობდით ვინ იდგა ამ გვერდის უკან. ცოტა ხნის წინ თვითონ გამოჩნდა ეს გიორგი ჩუბინიძეა, რომელმაც გვერდი 15 წლის წინ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს შექმნა, ახლა ბერლინში ცხოვრობს და სწავლობს და არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სტიპენდიატი და გიორგი უნდა შემოგვიერთეს ბერლინიდან პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით და მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ მიგესალმებით თქვენს მაყურებელს. კი ბატონო, გიორგი, ხო, აი ბევრი ვილაპარაკეთ ამ გვერდზე, ხაშურის მუნიციპალიტეტზე, რომელიც არის თავის შინაარსით ირონიული და ხშირ შემთხვევაში არის ასე ტყუილ ფეიკზე, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას უყვარს ძალიან ეს ტერმინი, დაფუძნებული ინფორმაცია და ისეთი ფორმით არის გაკეთებული, რომ ბევრ ადამიანს უჭირს ხოლმე იმისი გარკვევა, რომ ეს რეალურად ხაშურის მუნიციპალიტეტის გვერდია თუ არის ირონიით გაკეთებული გვერდი. ხო, თქვენ თვითონაც თქვით, რომ თავდაპირველად პრობლემებზე და ისტორიაზე სალაპარაკოთ შექმნით, მაგრამ ნელ-ნელა გადახვედით ამ ჟანრში. როდის მიხვდით, რომ ასე განვითარებული პროცესების ასახვა ასე უფრო ადეკვატური იყო, რატომ გადახვედით სერიოზული თემებიდან ირონიაზე? მე მგონი ეს გვერდი ეხლა უფრო სერიოზულია, ვიდრე თავიდან იყო, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაგრამ ვიდრე ამ თემას შევეხები, მინდა ის დღეს რაც ქართულ საზოგადოებას, მორწმუნე საზოგადოებას აწუხებს პატრიარქ სუსურმო გამოჯანმრთელება, რომლის შესახებაც გავიგეთ დღეს საკმაოდ მძიმე ინფორმაცია. რაც შეეხება ამ გვერდს, კი ბატონო, 2011 წელს შევქმენი ეს გვერდი, მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ხაშურთან მქონდა დამოკიდებულება, საარდადეგებო დამოკიდებულება, რადგან თბილისში ვცხოვრობდით და ძალიან მიყვარდა იქაურობა და სულ გული მტკიოდა, რომ ყოველ ჩასვლაზე წლიდან წლამდე არაფერი იცვლებოდა, კი არ იცვლებოდა, უარესდებოდა. რაც გრძელდება, აგერ 31 წლის ვარ და დღემდე ასე გრძელდება და როცა ჩავდივარ, სრულიად უარესობაა და ეს ძალიან მაწუხებს. რაც შეეხება პოლიტიკურ მიმართულებას ამ საკითხების მიმართ, მე ყოველთვის ჩნდა და მიმაჩნია, რომ რაღაცის შეცვლა უნდა დაიწყოს რეგიონებიდან. ფესვებში და პრობლემებს და არა რაღაცა ზემოთ, თქვათ, მთავრობაში ან მინისტრის გადადგომით ან პრემიერ-მინისტრის ცვლილებით. მე ვთვლი, რომ რეგიონებში უნდა მოხდეს რაღაცა ცვლილება, საზოგადოებრივ აზრში, საზოგადოებრივ დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, რომ ცენტრალურ სურათში შეიცვალოს რაღაცა მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ გავაკეთე თავის დროზე ეს გვერდი, რომ აი ხაშურის პრობლემებზე ვწერდი, ხაშურის ტურისტულ პოტენციალზე ვწერდი, რომ რაღაცა მე ერთ-ერთი პოპულარული ფრაზა რა უნდა ხაშურში ტურისტსა, რაღაცა ეს
ხებიც რო დამემსხვრია როგორ არ უნდა წრო მის ტაძარია ხცის ტაძარია რაღაცა ეპიგრაფიკული წარწერები გვაქვს 1002 წლის უმნიშვნელოვანესი ძეგლები გვაქვს და მრავალმხრივი განვითარება შეიძლება ყოფოს ხაშურში თუნდაც ტურიზმის განვითარება. სამწუხაროდ ეს ხედვა არც ერთ ადგილობრივ ხელისუფლებას, არც ერთ ცენტრალურ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა და აი ხაშურის მუნიციპალიტეტი დარჩა ყველას რატომაც ესე ჩიხში. აი ხედვამდე ვიდრე მივალთ ძალიან ბევრი პოსტი ეხება ხოლმე ტალახს ხაშურში და ანუ ასეთი მარტივი პრობლემების გადაჭრაც კი რეგიონებში აი ხაშურის მაგალითით რომ განვიხილოთ მაგალითად ტალახის პრობლემა, ასფალტის პრობლემაც კი იმდენად თვალშისაცემი და მოუგვარებელია. აი ბებია ჩემი ამბობს ხოლმე ხშირად რომ აი 75 წლის არის და დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ისევ იმ ტალახიან ქუჩაზე, როგორც იყო 75 წლის წინ. და ამ ძიმე სურათია ხაშურში და თუ იმეს არ ყოფილხართ ხაშურში, უნდა ჩახვიდეთ აუცილებლად და მედიასაც მოგიწოდებთ, რომ აი რაღაცა 1-2 რეპორტაჟი გააკეთოთ ამ მდგომარეობაზე. ანუ ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება მუნიციპალიტეტში, აიხსნება იმით, რომ წყალარინების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რაც ასევე ევროპული დაფინანსებით ხდება და ამას ხას ნაკლებად უსვამს. რომელსაც ძალიან ებრძვის ქართული ოცნება ევროპულ ფონდებს. მილიარდები არის ჩადებული ევროკავშირის მიერ, საფრანგეთის მიერ, რომ ხაშურში წარმოიდგინეთ, ანუ საფრანგეთის უნავს ხაშურის მუნიციპალიტეტზე, როცა რავი ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს ამდენად. სწორედ ამიტომ ხო, გადათხრილია გზები, მაგრამ გადათხრას თავიდანვანებოთ. ანუ აი თქვა ცხოვრობ ბერლინში. აი აქ რომ ერთი პატარა ფილა ქვა გაფუჭდეს იმის აღდგენა, რესტავრაცია, დამუშავება მიმდინარეობს იმდენად უსაფრთხო გარემოში, რომ არ დაზიანდეს გარშემო საზოგადოება, ფეხი არავის წაუწდეს, ვიღაცას რამე არ მოუვიდეს, ასე ვთქვათ. ხო, რაღაც შემოსაზღვრულია გარშემო, გაფრთხილების ნიშნებია ყველაფერი. ვთქვათ, ვაკეთებთ, კი ბატონო, მესმის რომ რაღაც კეთდება და შეიძლება ქალაქი გადაითხაროს, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელი გახდეს. ერთ-ერთი ეს ამდენი წელი გრძელდება. მე ეს არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. მე კი აქ ვარ, მაგრამ მე მაწუხებს ჩემი ოჯახის წევრები, ვინც აქ არიან, მეფობები, პაპები, მშობლები, ნათესავები, ვინც ხაშურში ცხოვრობენ და აი ეს უსაფრთხო გარემო არ არის. მე არ მაძლევს აქ ბერლინში ვზივარ და მშვიდად თუ არ ეს არ მაძლევს იმ საშუალებას, რომ მე ევროპაში მშვიდად ვთქვათ ვიყო, რატომ უნდა ვიყო მშვიდად, მე მაწუხებს ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა. მე ვარ ამომრჩეველი ხაშურის მუნიციპალიტეტში. ასევე ანუ იმ ჩემი გარემოდან ვაფასებ პოლიტიკურ სიტუაციას და გამომაქვს დასკვნა რომელ პარტიას თუ რომელ აი ახლა თქვენ ამომრჩეველი ახსენეთ და ჩვენ ქართული ოცნების ეს ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებაც ვნახეთ, როდესაც ემიგრანტებს ეკრძალებათ ყოველ შემთხვევაში ძალიან ურთულდებათ არჩევნებში მონაწილეობა, რომ ისინი იმ დღეს განსაკუთრებული იმ დღისთვის არჩევნების დღისთვის უნდა ჩამოვიდნენ, რაც ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის შედარებით უფრო შორეულ ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. თქვენზე როგორ აისახება ეს საკითხი და რატომ რა განცდას გიჩენთ, რომ თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქეს ასე უნდა გაგირთულდეთ თქვენი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა? იცით რა, ხშირად გამიგია ასეთი ფრაზა, ზნეობას პრივს სამართალი უდრის პოლიტიკას. ის რაც რაღაცა კანონს რო იღებს ხელისუფლება, არნიშნავს, რომ ეს კანონი ზნეობრივია. ამ შემთხვევაში ჩვენი როგორც მოქალაქეობის უფლებები, თუნდაც ემიგრაციაში მყოფების არის ძალიან დარღვეული და რატომ პირველ რიგში მე პირველი არჩევნებში, ანუ საზღვარგარეთ 2024 წლის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და დამკვირვებელიც ვიყავი ამ არჩევნებზე. ის განცდა არ დამავიწყდება არასდროს, როგორ მოდიოდნენ საქართველები გერმანიის სხვადასხვა უკიდურესი წერტილებიდან, საკუთარი ნებით, ყოველგვარი მობილიზების გარეშე, იმიტომ რომ საკუთარი ხმა დაეფიქსირებინათ, იმიტომ რომ ყველას ჰქონდა რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილების იმედი. და ეს ცვლილებები ვნახეთ, ხო, რა პროცენტებში აისახა, სადღაც მართლ პარტიას ჰქონდა 13% მხარდაჭერა ემიგრაციიდან, გერმანიის ემიგრაციიდან. ეს სურათი მაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ სწორედ ამიტომ არ უნდა ქართულ ოცნებას, რომ ემიგრაციის ხმა იქნას გათვალისწინებული, ხო? ანუ მათთვის სრულიად წამგებიანი ახლა 13% ქართულ ოცნებას ემიგრაციაში ძალიან მძიმე სურათია. და ეს ხდება იმ პირობებში, როცა თქვათ არ ხდება მობილიზება ამომრჩევლების, არ ხდება რაღაცა შავი გაგების ადამიანების მობილიზებას არჩევნო უბნებთან. სრულიად თავისუფალი არჩევანი
სრულიად თავისუფლები ვართ ჩვენც პოლიტიკური კონიუნქტურისგან. იმიტომ რომ აქ რა გვაძლევს პოლიტიკური კონიუნქტურის საშუალებას, ხო? არ ვართ დამოკიდებული ვინმე პოლიტიკოსი, არ ვართ დამოკიდებული ვიღაცა დამსახურებლებზე, პოლიტიკური გავლენების მხრივ. შესაბამისად, აქ არის სრულიად თავისუფალი არჩევანი. ამიტომ ეს არ აწყობდა ქართულ ოცნებას და ის რომ დღეს მე არ მაქვს არჩევანის საშუალება, იმიტომ რომ ცხოვრობ გერმანიაში, ეს ძალიან არ ვიცი რა ვუწოდ ამას. აი ქართული ოცნება ხშირად გეუნებათ ხოლმე, არა მარტო თქვენ, არამედ ევროპის ქვეყნებს ეუბნება და ეს რიტორიკა ახლა ამ ბოლო პერიოდში ძალიან გამწვავდა, განსაკუთრებით აი მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ასწავლის საქართველოს დემოკრატიას და აქ უფრო დემოკრატიულია, უფრო მეტად იცავენ ადამიანის უფლებებს. თქვენ როგორც გერმანიაში მცხოვრები ადამიანი, რამდენად გრძნობთ მათ დემოკრატიის ნაკლებობას და ადამიანის უფლებების დაცვის და მანდედა როგორ გამოიყურება, თქვენ ალბათ შორიდან სხვანაირი შეფასების საშუალებაც გაქვთ, მუდმივად აქ რომ არ ხართ, როგორ გამოიყურება, რა კატეგორიის ქვეყანაში ჯდება საქართველოს მანდედან შეფასებით? საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად არის შეცვლილი და ეს ეტყობა ყველაფერს, ყველა მიმართულებას. აი მაგალითად, მე ვსწავლობ აქ თავისუფალ უნივერსიტეტში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. იმ პერიოდში, როცა ეს არჩევნები მიმდინარეობდა და ეს დიდი დემონსტრაციები ეწყობოდა თბილისში, აი მაშინ ლექციაზე რომ მივდიოდი, აი ეს დამოკიდებულება იგრძნობოდა თვითონ ლექტორების მხრივაც. ჩვენი ლექციები, ანუ ერთადერთი უცხოელი ვიყავი ჩემს ლექციებზე, ჩვენი ლექციები იწყებოდა აი საქართველოს თემის განხილვით. აი რა შუაშია თქვა, აქ ვსწავლობ შუა საუკუნეების ისტორია, რა შუაშია საქართველოს პოლიტიკა, უახლესი მოვლენები. მაგრამ თვითონ გერმანელ პროფესორებსაც კი აწუხებდათ ეს მიმართულება, რომ საქართველოში დემოკრატიის პროცესი ამ დონეზეა საფრთხეში. იმიტომ რომ მე ვარ გაცვლითი პროგრამით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან ამ შემთხვევაში. ყველა იცნობს აქ ილიას უნივერსიტეტს, თუნდაც ის რაც ილიას უნივერსიტეტის გარშემო ხდება, ეს მძიმე სურათი. ილიას უნივერსიტეტი არის ძალიან პოპულარული აქ, იმიტომ რომ პროფესორებს აქვთ ბევრი კონტაქტები, გაცვლითი პროექტები. შესაბამისად, საქართველოს იცნობენ ძალიან კარგად. საქართველოს იცნობენ შიგნიდან, ანუ სამეცნიერო დონეზე ძალიან კარგად იცნობენ. და ის პროცესები, რაც ხდება დღეს, ძალიან აწუხებს ყველას. და ეს იგრძნობა, როგორც გითხარით, ყველას. აი, მაგალითად, საელჩო, გერმანიაში საქართველოს საელჩო. სრულიად გაწყვეტილი აქვთ კონტაქტი გერმანულ ინსტიტუციებს საელჩოსთან. დღევანდელი მათი ფუნქცია არის, რა ვიცი, ჯვარისწერია ყველას დაკრძალვების ორგანიზება, პასპორტების ვიღაცა დაკარგავს პასპორტს, ამისი განახლება, აი, მსგავსი. და ეს ჩვენ გვაწუხებს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი როგორც ქართველების რაღაცა ეს განცდა, რომ აი რაღაცა საქართველოს წარმოჩნდეს გერმანულ სივრცეში კარგად და დადებითად, რასაც მე პირადად და ჩემი მეგობრები ვცდილობთ, ეს ყველაფერი აი წყალში ჩაიყარა. მთელი წლების შრომა არის წყალში ჩაყრილი და მე გულიმწყდება, რომ თქვა ალექსანდრე კარტოზია, რომელიც ამჟამად არის ელჩი, რომელსაც ასეთი დიდი სამეცნიერო წარსული აქვს, დიდი პოლიტიკური ისტორია აქვს. როგორ თანხმდებიან აი ამ ყველაფერს, როგორ არ აკეთებენ არაფერს, როგორ არ ამბობენ ამას საჯაროდ, რომ პრობლემის წინაშე, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვართ. ევროკავშირთან ესეთი დიდი დისტანცია გვაქვს, რომელიც აი წლები არ ყოფილა, ხო, რა ვიცი, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, აი ამ რეალობის წინაშე მას შემდეგ არ ვდგავართ. უფრო შევარდნაძის დროსაც კი გამყარდა ეს ურთიერთობები და დღეს აი ახსეთი დიდი უბსკურის წინაშე ვართ. გიორგი, აი თქვენ ილიას უნივერსიტეტიდან ხართ და მინდა ამ თემაზეც მოვასწროთ საუბარი, ხო? ილიას უნივერსიტეტის გარშემო განვითარებული პროცესები ვნახეთ, ამ დეფორმატ წოდებული ცვლილებებით ყველაზე მეტად დაზარალდა ილიას უნივერსიტეტი და ძალიან ბევრი მიმართულება და ფაკულტეტი გააუქმდა ამ უნივერსიტეტში. თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი, ხო? როგორ შეიძლება, ანუ თქვენ დიპლომი რომელსაც აიღებთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ, შეიძლება საერთოდ აღარ არსებობდეს ის სპეციალობა, ხო, ამ უნივერსიტეტში. რა ხდება თქვენი შეფასებით ახლა? ერთი მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აი თქვენ ახლა დეფორმა ახსენეთ, ხო? ჩვენი აი ვთქვათ ოპოზიციური სპექტრის თუ ჩვენი ზოგადად ადამიანების შეცდომა არის ისიც, რომ რაღაცებს უწოდებთ ტერმინებად ვახსენებთ, ხო, აი რუსული კანონი სიტყვაზე ვთქვათ, ხშირად ვახსენებთ ამას და მე მოსახლეობას რაღაცნაირად ვერ იგებს, რა არის ეს რატომ უწოდებთ დეფორმას, რა არის რუსული კანონი და ხშირად უნდა ისმოდეს ახსნა, რატომ არის ეს დეფორმა, რატომ არის ეს ვთქვათ რუსული კანონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რაც დღეს ილიას უნივერსიტეტის, ანუ მე როგორც სტუდენტს მაწუხებს, ეს მართლა გითხრათ, არ ვიცი რა დიპლომს ავიღებ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ანუ რას ხედავს ქართული ოცნება, ანუ რას ხედავს ამ უნივერსიტეტების შემდგომ ეტაპად განვითარებას, ანუ ეს არ ვიცი. ამიტომ მე ხა თითქმის ერთი საგანი მაქვს დარჩენილი და სამაგისტრო ნაშრომი დასაწერი.
აი ეს როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაგრძელება, ეს ყველაფერი არ ვიცი. სიმართლე გითხრა, ამაზე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტს შეუნარჩუნდეს ახლა დამოუკიდებლობა და ეხლა მე დიპლომს ავიღებ თუ არ ავიღებ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სხვაგან ჩავაბარებ, აქ ჩავაბარებ, თუნდაც გერმანიაში და აქედან ავიღებ დიპლომს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, არც გერმანულმა დიპლომმა აუშველა ბევრ ქართველ. კი, გიორგი, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა ბოლოს კითხოთ, რომ თქვენ თვითონაც არ მალავთ, რომ თქვენი გვერდი და პოსტები არის ირონიული შინაარსის და მოხვდით ნინო წილოსანის ყურადღების ცენტრში, ხო, რამდენიმე თვის წინ, რომელმაც თქვა, რომ ბევრი იჯერებს ამ არასერიოზულ და ცრუ ინფორმაციასო და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთო, რომ ვებრძოლოთო ასეთ ფეიქ ამბებსო. თქვენი აზრით, აი ეს მეთოდი, ირონია, სარკაზმი არის შემაწუხებელი ქართული ოცნებისთვის? ქართული ოცნებისთვის შემაწუხებელია ნებისმიერი სახის კრიტიკა და ზოგადად ხელისუფლება პირიქით კრიტიკა აძლიერებს ნებისმიერ ხელისუფლებას, მაგრამ არა ჩვენნაირი ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება ფეიქს, ეს გვერდი არ არის ფეიქების გამავრცელებელი, სატირა და სარკაზმი არის, რავი, ლიტერატურული ჟანრი, რომელიც აძლიერებს, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდებას ადამიანებამდე. თუ ადამიანები პირდაპირ ვერ იგებენ რაღაცას, ან არ უნდათ გაიგონ, ამ გზით უფრო მეტად გაითავისებენ ხოლმე პრობლემის არსს. ამას ვთვლობ მეც, რომ ეს ინფორმაცია, ანუ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაწუხებს ჩვენ საზოგადოებაშია, იყოს მაქსიმალურად მისული ადამიანებამდე. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე ვცდილობ ყოველწილად მაინც რომ არ ვიბრძოლო იმ მეთოდებით, რა მეთოდებით თუნდაც აქვს ქართულ ოცნებას. ვიყო მაქსიმალურად კორექტული, მაქსიმალურად რაღაცა საზღვრებში, ჩარჩოებში ჩავჯდე, რომ ვიღაცას თუნდაც შეურაცხყოფა არ მივაყენო. და ის ინფორმაციები, რაც ჩვენთან ქვეყნდება, არის მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რაღაცა ხაშურის სივრცეში, არამედ თვითონ ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციული დონე, რომ ადამიანებს მიაწოდოს ბევრი ინფორმაცია, არა მხოლოდ სატირის მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით, მაქსიმალურად იარონ რეგიონებში, ანუ თუნდაც ხაშურში, ხო? საარჩევნო პერიოდში ნუ გვახსენდება ეს რაღაცა რეგიონები და ამორჩევრებთან შეხვედრა, ანუ აი დღეს ეხლა თქვა ოპოზიციური სპექტრი რატომ არ ჩადის ამ რეგიონებში, რომ ვიციან რომ აი ხაშურში ეს პრობლემა რატო არ ჩადიან, ესაუბრებიან პირდაპირ ენით, პირდაპირ კომუნიკაციით. პრობლემა უნდა დაინახონ რეგიონში. კი ბატონო. მოკლედ დავიწყოთ ხაშურიდან რეგიონებში სიარული. დიდი მადლობა. ახეთში თელავში რავი ყველგან ჩადის. კი ბატონო, გიორგი ჩუბინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სტიპენდიანტი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გვერდის ადმინი იყო ჩვენი